ანუ იყო ისეთი ქმედებები, რომ აი პოლიციის მიმართ უხეშად მოპყრობის ძალადობრივი ქმედება მიმდინარეობდა დიდხანს საათის განმავლობაში. შუა თქვენ რა შეგემთხვათ? მე მომხვდა პიროტექნიკა, რომელიც რაღაც ფერად ნივთიერებებს უშვებდა. რომელიც გააქტიურებული იყო უკვე და მომხვდა თვალის არეში, მარცხენა თვალის არეში. რაც დამიზიანა და მე ძალიან მწუხვარ თქვენ რომ რაღაც თვალი დაგიზიანეთ, კითხვის ნაწილია ბატონო მოსამართლე. მაგრამ თქვენ აი ორ საქმეში ყოფილხართ დაზარალებული, მეორეგანაც მიხვალთ. თქვენ აქ ხო ვერ ხედავთ იმ ადამიანს, ვინც დაზიანება მოგაყენათ. აი, შემდეგი კითხვა მაქვს. თქვენ ახსენეთ ნიკოლონ ზმანეჯავიძე, ხო? თუ არ ვცდები. აი, თქვენ დაზიანების მიყენების დროს, როდესაც დაზიანებას იღებთ, შეგიძლიათ სახელი და გვარები მითხრათ ადამიანს, ვინც დაადასტურებს, რომ ეს დაზიანება მართლა მიიღეთ. ვერძე ვინ გედგათ? კონკრეტულ სახელი და გვარი არ მახსოვს. აი, მივიღე პასუხი. თქვენ არ შეგიძლიათ ზუსტად გითხრათ სახელი და გვარი ადამიანს, ვინც თქვენთან ერთად იყო დაზიანების მომენტში, ხო ესეა? არ მახსოვს. აქციაზე ყოფნის დროს მეორე რიგში თუ მესამე რიგში რომ იდექით. იქ რომ იდექით, თქვენს გარშემო რომელი ადამიანებიც იდგნენ, იმათ სახელების და გვარების თქვა ზუსტად არ შეგიძლია, ხო ეგრეა? შემიძლია, იმიტომ რომ არ მახსოვს ეხლა ამჯერ რეალურად. თქვენ იქ რამდენად იყავთ ამის რაიმე მტკიცებულება გააქვთ? მაინტერესებს. გვერდზე მდგომები არ იცის ბატონო მოსამართლე. არ ვიცი რა ვეკითხები. არა იქნება აქვს. რამე ვიდეო მასალა ხომ არ გაქვთ 28-ში ნამდვილად რომ იქ იყავით? ვიდეო მასალა არა, მაგრამ აი მივიღე პასუხი დავასრულე.